სივრცისა და დროის 4 განზომილების მიღმა არსებობს რეალობის მეხუთე განზომილებაც, თეორიული ფენა, რომელიც მართლა საინტერესო რაღაცაა და ნამდვილად ღირს ამაზე საუბარი. 3D სამყაროსგან და მეოთხე განზომილება დროისგან განსხვავებით, მეხუთე განზომილება უფრო მაღალ სიფრთხეს წარმოადგენს, სადაც ერთად მრავალი დროითი ხაზი და რეალობა თან არსებობს. ზუსტად ამ თემას იკვლევენ მეცნიერები ძალიან ხშირად სიმების თეორიასა და მულტისამყაროს ფიზიკაში. ცოტა დამაბნეველია, მაგრამ ამ განზომილებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების ყველა შესაძლო შედეგი ერთდროულად თან არსებობს. წარმოიდგინეთ უბრალოდ სამყაროს, სადაც პარალელური რეალობები მხოლოდ ფიქცია კი არ არის, არამედ არსებობის სტრუქტურული ნაწილია. სიმართლე რომ ვთქვათ, ზუსტად ეს მეხუთე განზომილების თემა აქცევს კვანტურ მექანიკასა და თანამედროვე ფიზიკას ძალიან მიმზიდველს ბევრი მეცნიერისთვის. სხვათა შორის ფიზიკის გარდა მეხუთე განზომილების თემას აქტიურად განიხილავენ სპირიტუალურ სამყაროში და ასევე ადამიანის ცნობიერების კვლევაში. ბევრი მკვლევარი ამ განზომილებას აღწერს როგორც უმაღლესი ცნობიერების ენერგიისა და ვიბრაციების მდგომარეობას, სადაც რეალობაზე დიდ გავლენას ახდენს სიხშირე და აღქმა. ამ განზომილებაში თქვენთვის ნაცნობი ტერმინები, როგორიცაა დროში მოგზაურობა, პარალელური მე და კოსმიური ენერგიები, ზუსტადაც რომ ყველაზე აქტუალური ტერმინებია. ეს ტერმინები ამ განზომილებაში წარმოსახვაზე მეტია და აქტიური შესაძლებლობებია უკვე. დიახ, ამ თემას როცა ვიკვლევ ხოლმე, მეც უცებ მახსენდება სერიალი დარკი, თუ გაქვთ ნანახი, ირჩევთ რომ უყუროთ აუცილებლად. ცოტა დამაბნეველია, ცოტა მძიმე გერმანული დარკ სერიალია, მაგრამ ძალიან საინტერესო და ძალიან მიმზიდველია. ფაქტია, რომ მეხუთე განზომილების თემა ერთქვეშ აყენებს ჩვენს რეალობის აღქმას და ცალსახად აფართოვებს ჩვენს ცოდნას სამყაროს ცნობიერებისა და არსებობის შესახებ. ამ განზომილების კვლევით ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთს ფიზიკას, მეტაფიზიკას და ფილოსოფიას. ამით კი უკვე ჩვენ კარს ვხსნით უმაღლესი განზომილების, აზროვნებისა და ენერგიის, სივრცისა და დროის მოწინავე კონცეფციებისკენ. ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მგონია თანამედროვე კაცობრიობისთვის და მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ბევრად უფრო წინ ვიქნებით გარკვეულ პერიოდში ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებობს უამრავი შეკითხვა, რომელიც პასუხისმგებლია კაცობრიობისთვის, ინდივიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.